სტომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილსა და მისი გუნდის წევრებს ბრალდებების მთელი კასკადი წარუდგინა, თუმცა იქამდე სანამ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუნდის ბრალეულობებზე ისაუბრებდა, ბრალდებულმა პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. პირველი რაზეც სააკაშვილმა სტომათა დარბაზში ყურადღება გაამახვილა, ეს არის ის ძალადობრივი დაჯგუფება, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაარეგისტრირდნენ ქვეყანაში. ის ამბობს, რომ დაჯგუფების წევრები, რომლებაც თავდაპირველად ბრიფინგი გამართეს, შემდგომ კი ოფიციალურად ქართული ოცნების ლიდერებმა მათ ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს მწვანე შუქი აუნთეს და შემდგომში უკვე იუსტიციის სამინისტროში ოფიციალურად დაარეგისტრირდნენ. მათი ერთადერთი მიზანი იმ ადამიანების დევნა და ძალადობა იქნება, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ექნებათ ქართული ოცნების პოლიტიკისადმი. მეტიც სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები დაელოდებიან მართველი პარტიის მითითებებს და სწორედ ამის შემდგომ განახორციელებენ ქმედებებს, მათ ექნებათ მწვანე შუქი ანთებული, რადგან უკვე აქვთ მათ გარანტია იმის შესახებ, რომ ძალადობის შემდგომ არც ერთი პირი არ მიეცემა შესაბამის პასუხისგებაში. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ ძალადობაზე. ის ამბობს, რომ პირი, რომელიც ოქრიაშვილს თავს დაესხა, გირაო საფუძველზე გაათავისუფლეს სტომათა დარბაზიდან, რაც მეტყველებს იმას, რომ მსახიობზე განხორციელებული ძალადობა სწორედ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან იყო დაორგანიზებული. სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ის ამბობს, რომ აქტივისტებზე ორკესტრირებული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რეჟიმს ყველაზე მეტად საპროტესტო აქციების ეშინია. საკმაოდ წარუმატებელი ხუმრობის გამო, მაგრამ როგორ შეიძლება ამისთვის ცემა? ონისე ოქრიაშვილს ცემა. იქ რომ იმდენი ხალხი იყვნენ, მათ შორის მისი ნაცნობი. რატო არც ერთმა არ გაამძლია ხელი მითხარით? უარს ვამბობთ ხერხემლოს ყოფნაზე. ისევ დაგვიჭერეს, ისევ ხცემეს, კიდე ეხა შექმნა და ვიღაცა ქართველიშვილი თუ სომხიშვილი ვიღაც მაიმახი მოვა თავის ვიღაც ჯოჯოებთან ერთად და ის ხცემს კიდე ჩვენ სადარბაზოებთან. და ხელი რისთვის გაბიათ, ხელები და ფეხები. ენა რისთვის აგართ, რომ შეეპასუხოთ სათანადო. ვერაზე მთელი პოლიცია გადასული არის დევნაზე. იქ გამოსული დემონსტრანტების და არც ალია იმისათვის, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელ ადამიანს სამი იარაღი ლეგალურად ჰქონდა გაფორმებული საკუთარ სახელს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებული 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა. სწორედ ამ სხდომაზე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის იმ ბრალეულობებზე, რომლებსაც ქართული ოცნების ლიდერები ამ პერიოდში ჩადიან, რაც ისინი არიან ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ დაადო პრინციპში ხელი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდის წევრებს ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მაინერები, რომელიც მას არაერთ ქალაქში აქვს ქვეყანაში, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ელექტროენერგია ითიშება. მეორე ფაქტი, თბილისის და მთელი საქართველოს ჩაბნელება. ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენ დროს დენი არ იყო საქართველოში იმის გამო, რომ შევარდნაძის შვილს პატას ყავდა ძმაკაცი ენერგეტიკის მინისტრად დანიშნული, ჯერ ის და მე მირცხულავა. შევარდნაძის ოჯახი იდგა წილში და დენი გადიოდა იყოფოდა შუაში, ეს მოტეხილიყო ჩუბაის რუს აფერის ოლიგარქ შორის და ამ შევარდნაძის ოჯახს შორის დენი გაქონდა თურქეთში და ჩვენ ჩამოვკიდეს აქ მე-9 რეაქტორზე ლეგენდარულზე. და ეხლა რა ხდება? ზუსტად ესევე ახლა მაინინგზე იხარჯება უფრო მეტი დენი ივანიშვილის მაინინგზე, ბიტკოინებზე, ვიდრე თბილისის განათებაზე და გათბობაზე. ეს დენი წაიღეს ნოღაიდებმა, პაპაშვილმა, ივანიშვილის საყოველთაო დეიდაშვილმა, უცა მამაცაშვილმა, როგორც შუამავლებმა დენის შემოტანის მიგვებეს რუსეთს. განსასჯელის სკამიდან გაკეთებული განცხადებების შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვა სტომათა დარბაზში. ის დღესაც ტრადიციულად არ დასწრებია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და შესაბამისად არ აპირებს სასამართლო პროცესების განხილვაში მონაწილეობის მიღებას.